ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ მე პატივს ვცემ ყველა სხვა რელიგიას. და გამომდინარეობს სხვადასხვა მიზეზებიდან. მაგალითად, ერთ-ერთი ის არის, რომ იმათაც უნდა სცენ პატივი ჩვენ რელიგიას და ჩვენც მაგალითად ვცემთ პატივს მათ რწმენას. საუბარია წარმართებზე, არა მართლმადიდებელ ქრისტიანებზე. სწორია თუ არა ეს გამონათქვამი. რა თქმა უნდა, ეს გამონათქვამი არის ცოდვა, დანაშაული ღვთის წინაშე და რო განმარტოთ, ნიშნავს რას? ფსალმუნებში წერია წარმართთა ღმერთი არისო ეშმაკი. ანუ ვინ არის წარმართი? ჩვენთვის წარმართი ყველა ის პიროვნება, ვინც არა მართლმადიდებელია. ამიტომ მათი ღმერთი გამოდის არის ეშმაკი დავით მეფსალმუნის თქმით. ასევე სხვებიც ამბობენ მაგალითად, იუდეველები იქნებიან, მუსულმანები იქნებიან, რომ ქრისტიანები ვართ ჩვენ წარმართები. ისინი ასე მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე, როდესაც წარმართთა ღმერთი არის ეშმაკი, როგორ შეიძლება რომ მათ სარწმუნოებას სცე პატივი, ანუ გამოდის ეშმაკს სცემ პატივს. ანუ ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენ უფრო სწორი გამონათქვამი, უფრო სწორი კი არა, სწორი გამონათქვამი არის ასეთი. ჩვენ ვართ ტოლერანტები, ანუ შემწყნარებლები ადამიანებისა. ყველა ადამიანი ჩვენი ხორციელი ძმა არის ადამში. რატომ? იმიტომ რომ ადამისგან მოვდივართ ყველა ადამიანი, მთელი კაცობრიობა. ამიტომ ხორციელი ძმები ვართ და ჩვენ მათ პატივი უნდა მივაგოთ ხორციელი თვალსაზრისით. მაგრამ სულიერი თვალსაზრისით ქრისტეში ძმები ისინი არ არიან ჩვენი. ამიტომ თუ ქრისტეში ძმები არ არიან, მაშინ არ შეიძლება სულიერი პატივის მიგება მათი რწმენისადმი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ. თუ ვინმეს მსგავსი რამე გამონათქვამი გააჩნია, აუცილებლად უნდა თქვათ ეს აღსარებაში.